Ადგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში მთაში მისასვლელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის თქმით, მოსახლეობა მთის მიმართულებით ამ დროისთვის უპრობლემოდ გადაადგილდება. გზის დაზიანებული ადგილი ქვაღორღისგან და ნაშალი მასალისგან გაიწმინდა, აღდგა ხევზე გადასასვლელი. მუნიციპალიტეტის გამგებელი თავდაპირველად აცხადებდა, რომ გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ტექნიკა ვერ გადაადგილდებოდა, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოები ხელით უნდა ჩატარებულიყო. მიუხედავად ამისა, სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია გამგეობის ბალანსზე არსებული ტექნიკის გამოყენებით და ადგილობრივების დახმარებით მოხდა. მუნიციპალიტეტის პირველი პირის თქმით, უკვე აღდგა სასმელი წყლის დაზიანებული სისტემაც. მეცხრიარხთან საუბრისას გამგებელმა აღნიშნა, რომ მთაში მყოფ მოსახლეობას წყალი ხარვეზების გარეშე მიეწოდება. ადგილობრივების პრობლემა სტიქიიდან მესამე დღეს მოგვარდა. შემთხვევის ადგილი მხარის გუბერნატორმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და სოფელ დერცელის მოსახლეობას შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ადგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის მთაში უხვინალექი 27 ივლისს საღამოს დაფიქსირდა. გადაუღებელი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ღვარცოფმა სოფელ დერცელისა და საზაფხულო საძოვრების დამაკავშირებელი გზა წაიღო. სოფელში არაფერი არ ხდება მთის გზებზე. მთაში ვართ ზაფხულობით ყველა მოსახლეობა. სოფლის მთელი მოსახლეობა ვარ, რომელსაც გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა თაბარში. ამის გაკეთების პრობლემა შეიქმნა, ხელით მაგი არ გაკეთდება. ამაზე გაბრაზდა ხალხი და ყველანაირ ხერხს მიმართა. გამგებელმაც ყურადღება უნდა მოგვაქციოს, სოფლის თავკაცმაც ყურადღება უნდა მოგვაქციოს. იქ ერთი ავატყოფი იყო რა, იქნა არ ვიცი, მე ფეხითავი და ეგთან იყო სოფელში, იქ რაღაც ალბათ უმკურნალა და რა მოხდა მეტი არ ვიცი და ცოტა ნაწყენი დარჩა ამაზე ხალხი რომ მოვწყდით სამყაროს. გზა მართლაც დაზიანებული არის 5 მეტრის ოდენობით. ზაფხულის საძოვრებზე სეზონურად ადიან ადგილობრივები, რომლებიც სადღაც სექტემბრის თვის 15 რიცხვში ჩამოდიან. წყალი მათ აქვთ, არ არის ამისი პრობლემა.